იყოს ტრადიციულად აფხაზეთიდან გაგრაში პლუს 19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, 19 გრადუსი და წვიმა იქნება სოხუმშიც. ზუგდიდში 20 გრადუსია, მოღრუბლული ამინდია დღეს. ნავარაუდები მესტიაში 8 გრადუსია და წვიმს. ფოთში 21, ძირითადად მოღრუბლული იქნება ამინდი. ზღვისპირა ქალაქში ბათუმში 24 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, ოზურგეთში 22 გრადუსია. ნავარაუდები 21 გრადუსამდე დათბება ტემპერატურა ქუთაისში. ამბროლაურში წვიმა 17 გრადუსია დღეს მაქსიმალური ნიშნული ამ ქალაქში, ახალციხეში 18 გრადუსია და მოღრუბლული იქნება დღე, ბორჯომში 16, ასევე ღრუბელია, აქ ნავარაუდები. ბაკურიანში 14 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანი, თუმცა მზეც გამოანათებს 19 გრადუსია გორში, ცხინვალში 18 გრადუსი, მოღრუბლული იქნება დღეს ამინდი აქვს, სტეფანწმინდაში წვიმს და 10 გრადუსია ნავარაუდები. რა ხდება გუდაურში? აქ საკმაოდ ცივა 5 გრადუსია და წვიმს. მოღრუბლულია თელავში 20 გრადუსამდე დათბება აქ ჰაერის ტემპერატურა, 22 გრადუსია ნავარაუდები რუსთავში. თბილისში კი 21 გრადუსი გველოდება დღეს. გათენებულა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 24 ოქტომბერია, ნამდვილად მისასალმებელია 21 გრადუსი ჩვენს დედაქალაქში და ზოგადად საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა შემოდგომის მიუხედავად. პატივი გვცას შემოდგომამ, როგორც ბევრი ადამიანისგან მოვისმინე.